შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1984 წელს დაბადებული წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლები მამაკაცი ყაჩაღობის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან მიმდინარე წლის 20 მარტს საღამოს საათებში თანმხლებ პირებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს. თავდასხმელებმა იარაღის მუქარით გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები, ოქროული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას დაზარალებული სახლიდან გატაცებული ჯიბის საათი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი, გადაჭრილი თოფი, ეგრეთ წოდებული აბრეზი ნივთმტკიცება გამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს ყაჩაღობაში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიებამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს. დავაკავეთ წარსულში მრავალჯერ ნასამართლები პირი, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრებ ოჯახს და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გაიტაცა საოჯახო ნივთები, ოქროული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამოღებულია ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.